მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და აუცილებლად მინდა რომ ყველა მოგიკითხოთ, ვისაც განსაცდელი გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ პატიმრებიდან მოყოლებული, ყველა იმ ადამიანს, ავიცი, მშვიდობა და სიკეთე გისურვოთ და დაგიბრუნდით და მადლობა მინდა მოვახსენო, სხვათა შორის მამები, აი ძალიან მე მომყავს როგორი მამები, იცით რომ იშვიათი მამები, რომელზეც არის ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ დიდი მრევლი ყავთ. და აი ამ დიდი მრევლიდან გამომდინარე კიდე რომ ახერხებენ და მოდიან ჩემთან, აი უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ სასულიერობის და მოვახსენო კიდე მამა გიორგი ჩაჩავას, ხოთო შორის ამ ბოლო ხანს ძალიან ხშირად, იმიტომ მომყავს რომ ბევრი ხალხი მეუნება რომ მამა გიორგის ეთერი, მამა გიორგის ძალიან დაგვეხმარა, ძალიან დაგვეხა იქ ცხეთაში ვიყავი, რამოდენიმე მონაზონმა მითხრა იქ და სასულიერო პირებიც მეუნებიან და დიდი მადლობა მამაო, ხოთო შორის ამისათვის და იმიტომ რომ მათთან ხართ გაზრდილი, ხა ისეთი სურათები მაქვს ხოთო შორის მამაოსი, რომელიც მამა გაბრიელი და თვითონ რომ ბავშვს ნათლავენ, ესეთ სურათები ძალიან იშვიათად აქვთ ადამიანს. წავინკი ხა მამა გაბრიელთან ერთად დადიოდა და მსახურებდა წმინდა მამა გაბრიელთან ერთად და აი ჩემთვის მარტო ეგ დღეები რა დღის ამ ხელა პატივსაცემი არის და მამო თუ შეიძლება რომ დავიწყოთ რომ აი რაღაცნაირად დღეს თული პერიოდი არის, სასულიერო პირები ბევრი გადიან, აი იგივე აი მეოფე სერაფიმე ხა გარდაიცა რაღაცას, ბევრი რაღაცას ვინანებთ, ბევრს არ ვინანებთ, თუ შეიძლება რას ინანებს ადამიანი, ერთს აქვს თვითონ თული პერიოდი, მამაო და თუ შეიძლება რომ გითხრათ რომ ვინც აი რა მოვიწყენთ, არ მოვიწყენთ, გავწყინდები თუ როგორ არის ჩვენი სიტუაცია? ნუ მე მინდა პირიქში დავლოცო ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ერთგული მაყურებელი და თქვა რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ დღეს, ეს ასე უნდა აღვიქვათ, იმიტომ რომ ღმერთი პირველ რიგში ჩვენგან ითხოვს რომ იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ. ხო. აი ეს არის. აქედან გამომდინარე, აი ეს ერთობის შენარჩუნება ეს არის ყველაზე რთული, განსაკუთრებით საქართველოში სამწუხაროდ და ამიტომ მინდა ყველას რაღაცნაირად მოუწოდო რომ მაინც მიუხედავად ყველა იმ პრობლემებისა, მაინც აღვიქვათ როგორც ერთი ერი. და იცით რა არის? მე მგონი ხშირად ჩვენ ელემენტარულად იცით პასუხი არსებობს თვითონ აი რაღაც ტიტულებში. აი ჩვენი პატრიარქის ტიტული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ანუ მთელი საქართველო, აი სრულიად საქართველო, ანუ იქ არ არის გაყოფილი, ხო ეს ქვეყანა ჩემიანებად, იმისიანებად ან ვიღაც სრულიად საქართველოსი არის. და აი ჩვენ მაშინ ვიქნებით ძლიერები, როცა ჩვენ თავს აღვიქვავთ როგორც სრულიად საქართველო. ხო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და მე მინდა გითხრათ რომ დღეს უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალური ლიდერები აუცილებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში იმარჯვებს გუნდი. როცა ერი არის შეკრული. და ჩვენ მთლიანად ძველ აღთქმაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ხედავთ რომ იქ ყველა მომენტები კიდე ბევრს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის მაგალითი. ღმერთმა ჩვენ თვალწინ დაგვიდო სარკე ბიბლიის სახით. და იქ ჩვენ თავს ამოვიცნობთ, ხოლო მე რო ვკითხულობ, ხო? ხანდისხან გონია რომ დღევანდელ დღეზე არის. აი, ვკითხულობ და მგონია თითქოს აი დღევანდელ თუ იქ სიტყვა ებრაელი რაღაც ისეთი რაღაც მომენტები რომ მოაშორო, რაღაცა მოვლენები გეგონება რომ დღეს ხდება ეს ყველა. რას ხშირად ამოგიკითხავთ ხოლმე შორის ჩემთან ისეთი. ხო, და აი ესეთი მომენტი არის და ამიტომ ჩვენ დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა და რაც თავარია იმისთვის რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, ჩვენ უნდა გქონდეს ერთმანეთის სიყვარული. რაც გვაკლია ძალიან. ხო, აი ეს გვაკლია პირველ რიგში რომ ხო და ამ დროს ქრისტე გვეუბნება გიყვარდეს მტერი შენი და მტერი კი არა ჯერჯერობით იმ დონეზე ვარდ რომ აი მოყვასი რომ შევიყვაროთ
იქ გვაქვს ჯერჯერობით ეს პრობლემები, სერიოზული პრობლემები და აქედან გამომდინარე, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ მაგრამ ამაზე უფრო მეტი საუბარი გვჭირდება, იცით. ეს ისეთი პრობლემა, რომ ყოველდღე უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. ყოველდღე უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიქნებით. და მე მინდა ასევე ამასთან ერთად, აი ზუსტად დღეს მე მგონი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ზუსტად გადაჯვარიდენებული არის ზუსტად აი ამ საკითხზე. და მამაო, თუ შეიძლება რომ კითხავთ, ხათაშორის, სანამ თემას დავიწყებთ თვითონ, რომ რამდენად აი ამ ერთობა შეეხება, წეგან მამა დავით ციცქიშვილთან ერთად საუბრობდით, ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად, რომ რთული იქნება, მე აი რაღაცნაირად კი არ უპირისპირდები ვიღაცას, აი პირდაპირ მინდა რომ კარგად უთხრა და ურჩია, როგორც ჩვენებს, აი მე გული მწყდება, რომ სიტყვაზე სხვა ქართველი ისე ვერ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს საერთოდ ერის მოყვარული ადამიანი. თუ რას გვავნებს მამაო ის, რომ სიტყვაზე დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოედინებიან, ოღონდ აი ამ ხელა მასშტაბით, მამაო, თუ გაიყიდა ნახევარი საქართველო და დასახლდნენ ესენი უბრალოდ რა საფრთხებს შეიძლება? ხო შეიძლება არ შეიცავდეს. მე ხა ბრმაჭ გეკითხებით რა. მე არ ვიცი, შეიძლება თქვათ რომ არ შეიცავს და ხელებს ამწყებს. მე ვის დამიმტკიცებს? ამისთვის საჭირო რომ გაკეთეს გარკვეული ექსპერტიზა. დიახ. და თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ როგორ, იცით, აი მე რაღაც მაგალითებს მოვიყვან, ამიტომ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ახლა მე და თქვენ არ ვართ ისეთი ამპარტავანი ხალხი, რომ თქვათ რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და საექსპერტო დასვნა დავდოთ მაგიდაზე. მაგრამ ანუ ჩვენ იცით რას ვაკეთებთ ახლა შეიძლება ამ გადაცემით, ნუ მე მგონი რა თქმა უნდა დაწყებული კიდე ერთხელ ხსნით ასე რომ თქვა სეზონს, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ოღონდ ვიმსჯელოთ იცით როგორ, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სიბრაზის გარეშე და რაღაცა ფაქტებით. ახლა ნახეთ რა ხდება. ხშირად ხდება აი რაღაცის სიმულაცია, ხო? აი რა შეიძლება მოხდეს აი ამის გამო. მაგრამ იმისი ჩვენ რო გავიგოთ, უკვე წარსულში და დღევანდელ დღეს რაც ხდება, აი ეს მაგალითები უნდა ავიღოთ, რომ დავეყრდნოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რო ეხლა ვთქვათ ისე ვთქვათ, რომ იცი აი ამას მოყვება ეს. შეიძლება არ იქნება ეს კორექტული. ეხლა ამჟამად მე მინდა ჯერ დავიწყო ცხოველთა სამყაროდან. ხო. ეხლა მართალია ჩვენ ვართ ადამიანები, ხო? გასაგებია ვართ ადამიანები და აქედან გამომდინარე შეიძლება ცოტა არ იყოს, ცოტა არაკორექტული იყოს ეს ისა რა ქვია შედარება, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას წააგავს. პარალელი შეიძლება გაივლოს. ანუ იმიტომ რომ იქ უკვე ეს ამბები უკვე მოხდა და შედეგებიც დავინახეთ. ანუ ამას ქვია ინტროდუქცია. მაშინ მე წინა იმაზეც მოგიყევით აი იაპონიაში რაც მოხდა. ხო. და ეხლა ამჟამად მინდა მოგიყვეთ კიდე ორი მაგალითი, მე გადავალ კიდე სხვა თემებზე, უკვე თვითონ რაც ადამიანებს ემართებათ, ანუ რა მოხდა. საბჭოთა კავშირის დროს, აი როცა საბჭოთა კავშირი თავის გარიჟრაჟზე იყო. ნუ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ შემოვიტანოთ ისეთი რაღაცა ჯიშები, ინტროდუქცია გავაკეთოთ ისეთი ჯიშების ტერიტორიაზე, რომლებიც აქ არ ცხოვრობდნენ აი ამ არეალში, მაგრამ სანადიროდ და ასევე სხვა რაღაცა იმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და რა გადაწყვეტეს, რომ შემოეყვანათ ამერიკული ნორკა. ეხლა ხო იცით ნორკის შუბა ეგ რა ის არის ქურქი რა ის არის და შესაბამისად ნორკა, იმიტომ რომ ამერიკული ნორკა უფრო დიდი არის ვიდრე ევროპული ნორკა. ანუ აქ ცხოვრობდა ნორკები. მაგრამ ისინი პატარა ამერიკული. ხო და ის ამერიკული უფრო დიდი ზომის იყო და შემოიყვანეს. თითქოს ეს ევროპული ნორკა, ის ამერიკული ნორკა. და რა მოხვა, ხო? აი ნუ იმ დროს ესე იგი თვითონ აი ზოოლოგებმა ვერ განჭულიდეს და რა მოხდა? მოხდა ის, რომ გაირკვა, რომ ამერიკული ნორკები შეწყვილებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ადგილობრივი აბორიგენი ნორკები. და რა მოხდა? ადრე წყვილდებოდნენ, ისინი იკავებდნენ ყველა კაი ადგილებს, ყველა კაი სოროებს იკავებდნენ. და ის არის ადგილობრივი იძულებული იყო, რომ წასულიყო რაღაც ცუდ ადგილებზე. და ამის გამო დაიწყო მათი რაოდენობის კლება.
მერე საერთოდ გაირკვა რომ ეს ნორკები უფრო დიდები რო არიან თუ და ის ხო არის სტაცებელი არის ნორკა ხო ის სტაცებელი არის ის ჭამს რაღაც ნადირობს და დაიწყო ნადირობა თუ მივიდოდა და ადგილობრივი ნორკის პატარა ისინი რა ქვია შვილებს რო ნახავდა იქ ჭამდნენ იმას და პრაქტიკულად ადგილობრივი ნორკა განადგურდა ხო აჩიტყოს ერთი და იგივე ისა ხო მაგრამ აბორიგენი ნორკა დაიჩაგრა ხო ნუ ახლა მე არ მინდა პირდაპირ პარალელი ჩვენთან გავატაროთ მაგრამ აი ესეთი ფაქტი ცნობილი და როცა ასეთი ფაქტი არსებობს ჩვენ თუ ვარ დაკვირვებული ადამიანები ჩვენ არ შეგვიძლია ეს ფაქტი მოხსნათ ანგარიშებიდან მერე მოხდა რა შემოიყვანეს ასევე რაალდგრობრივ თეთრკუდიანი ირემი თითქოს კარგი ირემია სანადიროდ იმისთვის რაღაცა და მერე გაირკვა რომ თეთრკუდიან ირემს აქვს ასეთი ვირუსი ხიბ შემოკლებითი არის 300-დან შედგება და ეს ვირუსი როგორ არის იცი ნერვიულ სისტემაზე ტვინზე მოქმედებს და მერე ის ხდება აგრესიული რო ავადდება და შეიძლება პირდაპირ ადამიანსაც კი ეცეს და რაც თავარია ნუ თვითონ ერთმანეთში ხო გადასცემდნენ მაგრამ ასე თუ ისე რაღაცა დოზით იმუნიტეტი ჰქონდათ და ადგილობრივ ცხოველებს არ ჰქონდათ და ეს ხიბი რო ვირუსი გამრავდა ეს ადგილობრივი ცხოველები პირდაპირ მასიურად კვდებოდნენ აი ეს ვირუსი თან შეუსწავლელი ვირუსი არის და ცუდად აღმოსაჩენი ვირუსი არის და მით უმეტეს როცა ირემი დარბის დღეში ახლა როგორ უნდა ისაქნა ხო ანუ ერთ შემთხვევაში ამათმა ისაქნეს გაანადგურეს ეს ადგილობრივისე მეორე შემთხვევაში ამათმა შემოიტანეს დავადება არა ესე იგი და რაც თავარი ადგილობრივ ცხოველებს ამ დავადების მიერ არასდროს არ ყოფილა ეს ვერ გადაიტანა ანუ იმუნიტეტი არ ჰქონდათ ამ დავადების გამო ხედავთ როგორ აი რამდენი საშიშროება არსებობს აქ აი ეს ორი საშიშროება ხო ეხლა მოდით გადავიდეთ დღევანდელ რეალობაზე ხო ადამიანებზე გადავიდეთ ხო მოდით ისავქნათ ეხლა აი მოდით ესე იგი შევხედოთ ესე იგი რა მოხდა ეხლა დღეს დავუშვათ იმაში რა მოხდა დღეს ამერიკაში ამერიკის მთავარი ყველაზე დიდი ქალაქი, ყველაზე მდიდარი ქალაქი, ყველაზე ამერიკული ქალაქი, როცა ჩვენ ვამბობთ შეერთებული შტატების შტატებს, ჩვენ გულისხმობთ ნიუ-იორკს. ხშირად ზოგიერთ ადამიანს უცბად რო კითხო, დედაქალაქად ვაშინგტონს კი არა ნიუ-იორკს დაასახელებს, ხო? და ამ ეხლა რამდენიმე დღის წინ მან გაიმარჯვა ზოხრან მამადი და გახდა ქალაქის მერი. ანუ ეს არის სადღაც კენიიდან წამოსული მუსულმანი არის, ანუ ეს არის მეორე თაობა, მამამისი ჩამოვიდა კენიიდან. თორე ის უკვე იქ არის, მაგრამ პრაქტიკულად მეორე თაობის გახდა ქალაქის მერი. და არის ნახევრად მარქსისტი, ნახევრად კომუნისტი, რაღაც ისა, ამავე დროს არის ასეთი ესეთი მუსულმანური სამყაროს ძალიან დიდი ქომაგი და ყველაზე საინტერესო არის რომ მაგი რო გახდა მერი პირველები ვინც მიულოცეს მას მერობა ეს იყო ხამასი და ჰეზბულა ხო კარგია ხო ამერიკის მთავარი ქალაქის მერი ხდება და ცოტა ხანში გათამამდნენ ეს ვიღაც არაბები იქ და ეგრევე ჩამოგლიჯეს ამერიკული დროშები საერთოდ თქვენს აღარ გვინდა ნიუ-იორკში დაიწყო ამერიკული დროშების ჩამოგლება, მაგრამ მთლიანად ნიუ-იორკში არა, მაგრამ ასეთი ტენდენცია დაიწყო. და თვითონ ამ მამადიმ გამოაცხადა, რომ თან რა ხდება, ის არის მერი ქალაქი, სადაც არის გაეროს შტაბ-ბინა. ხო? თქვენ წარმოიდგინეთ.
გაეროშტაბინა და ბევრი სხვა ნიშნულოვანი UNESCO და ბევრი სხვა კიდე ასეთი ნიშნულოვანი ორგანიზაციები თავს იყრიან იმ ნიუ-იორკში. და მან გამოაცხადა, რომ როგორც კი აქ ჩამოვა ისრაელის პრემიერი ნეტანიაჰუ, მე გავცემ მის დაპატიმრების ორდერს რომ გავცემო. ნუ გასაგებია, მაგას ვერ შეძლებს, თუ სხვა ძალები და სხვა რაღაც ის არის. კი, მაგრამ სურვილი აქვს. უკვე სურვილი აქვს. წარმოიდგინეთ, აი ვინ დაიწყო მან თავის ისე რომ რომელიღაც ქვეყნის მეტაურიუს დავაპატივრებ და ასე და ეს არის ჯერ რამდენიმე დღის მოსული არის. ანუ რეალობა ეს არის. და დღეს ესე იგი ნახევარი ნიუ-იორკი პალესტინის დროშებით დარბის და ამერიკის დროშები ჩამოგლიჯეს და ისაკრეს. აი ეს არის. აი და იმიტომ რომ კოსმოპოლიტური ხალხი. ან შეიძლება ცოტა ხანში ჩვენ რო ამოვთო თბილისელი მერი იყოს და სამტრედიელი არაო, ეს უკვე ოცნებად გექცეს რომ სიტყვაზე, აი ხო, ეგ მომენტი არის, ხო, რომ აი მართლმადიდებელი იყოს და კაცო ქართველი იყოს და სულ ერთია თუ გინდა ნებისმიერი იმიდან იყოს, ხო? ხო და აქედან ეხა უცბათო ჩვენთან ირანელი ან რაღაცა ისეთი მერი რო მერმა რო გაი თან სხვათა შორის მაგათ იმხელა რესურსი ექნებათ ეხლა ვინც ახდებიან აქ ხო ეს ორი ქალაქი რო იყიდება რომ მერი კი არა შეიძლება სახელმწიფოს ფლობელები გახდნენ და თვითონ ვინც მათზე მიწას გაყიდის მათ თვის უფრო მეტი საშიშროება მამო იმიტომ მათ ჯიბეში ჩაისვავენ იმხელა ფული აქვს ჩვენ კი ვნახეთ კადრებში ხო და ეხლა რა ხდება კიდე ეხლა მესამე პრობლემატიკა იმას ვისაუბრთ აქ რამდენიმე პრობლემა არის ჯერ ერთი ჩვენ ისედაც აი ასე რო თქვათ თავზე აი არის ასეთი გამონათქვამი დამოკლов მეჩ ხო ქართულად არის დამოლოგოს ხმალი როგორ არის დამოკლов მეჩ ყავს ჩვენ რომ თურქი კატეგორიულად ითხოვენ ჩვენგან რომ ჩვენ თურქი მესხები დავაბრუნოთ ну კაი ისინი ისტორიულად აქაური მაცხოვრებლები არიან და იქ შეიძლება კიდე რაღაცა მათთან მუშაობა რაღაცისა ესეც გვაქვს ეხლა ნახეთ, ну თურქი მეც ეხლა, მაგრამ აი ეს ხალხი ვინც მოდიან აი სამწუხაროდ ეხლა მაღაზია ნუ ეხლა სასულიერო პირი ვარ, ამაზე საუბარი ცოტა ისე, მაგრამ ეს არის ხალხი, ვისაც ისეთი ფული გააჩნიათ, ისეთ თანხებთან იმაშრებიან, მიწდომა ისეთ თანხებისადმი, რომ ჩვენ პრაქტიკულად 95% ხო ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ის 5%-ით ვინც ითვლებას რაღაცა ხო შეძლებულ ადამიანებად ისინიც ვეღარ გაეჯიბრებიან. და ნახეთ რა მოხდა უკვე? ისინი მოდიან აი ამ დიდი ფულით და რა ხდება? გასაგებია ის რაც იყიდეს, მაგრამ ამათ შემოსვლა იგივე როცა აი რუსები ძალიან 22 წელს რო შემოვიდნენ, ყველაფერი საოცრად გაძვირდა. ეს იყო ერთი შრე გაძვირების, გასაგებია რომ იქ უფრო დიდარი ხალხი ცხოვრობდა და რომ შემოვიდა ეს ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ მოხდა ახლა მეორე ისე ასეთი რო თქვა შრე გაძვირების, აი ამ არაბების, რომლებიც კიდევ უფრო მეტად მდიდრები არიან, იქ ბავშვი რო იბადება, იმას ანგარიშზე $100,000 უდებენ ეგრევე. ოჯახში რო იბადება და აი ეს ხალხი ჩამოვიდა აქ და რა მოხდა? ყველაფერი საოცრად გაძვირდა თბილისში. საქართველოში და კონკრეტ თბილისში. კი ერთი მხრივ კარგია რომ შეიძლება ვთქვათ ყველაფერს ფასი დაედო. მაგრამ მეორე მხრივ შეხედეთ რა მოხდა? ფასი კი დაედო, მაგრამ როგორ დაედო ფასი, იცით? ცუდად დაედო ამას ფასი. ანუ რა მოხდა? ახლა მე მქონდა წინა იმაზე მოგიღებით სხვათა შორის, ჩემთან მოვიდნენ რაღაცა, ბიჭები, რომელსაც უნდათ რაღაცა თავისი გარაჟი გაეხსნათ, იცი რა ქვია და პროფილაქტიკა, სამი ბოქსი, სადაც უნდა მანქანები შეაკეთონ, გაარემონტონ, ნითუმეტეს დღეს უკვე თბილისში ძალიან ბევრი იმის ადგილას უკვე კორპუსები აშენდა და ძალიან შემცირდა. აი ამ სხვათა შორის, აი ამ ბოქსების რაოდენობა, სადაც შეიძლება შენ მანქანა გაარემონტო, ძალიან შემცირდა. ჩვენთან ვერაზე სამი პროფილაქტიკა იყო, დღეს აღარც ერთი არ არის, იმის ადგილას კორპუსები დგანან და ამათმა გადაწყვიტეს რომ გააკეთონ რაღაცა. და ლაპარაკი მიდიოდა
300 კვადრატულ მეტრაზე. 300 კვადრატული მეტრი საერთოდ არაფერი არ არის. ან მოგცემენ ნებართვას მშენებლობის და ან არ მოგცემენ. და ყველაზე იაფი ну თლად ქალაგარეთ არ იმიტომ რომ გასაგები ადამიანს ვისაც უნდა მანქანის გაკეთება ახლა თბილის არ დატოვებს და ქალაგარეთ არ წავა და იმიტომ რაღაც ქალაქის ფარგლებში უნდა და აი საბურთალოს ჯიქია სუ ბოლოს სუ ყველა იქით ბოლოში $120,000 ღირდა ცარიელი მიწა 300 კვადრატული მეტრი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ქართველი ახალგაზრდობა უკვე რჩება თამაშს გარეთ მდგომარეობაში. თან მაგაში. ერთი მხრივ კარგია, ხო, ის ვისაც რაღაცა გააჩნია, იმას ფასი დაედო. კარგია. კი, მაგრამ იმას ორი მხარე აქვს. გამიგეთ, გამოდის რომ დღეს უკვე ნებისმიერი რაღაცა რომ ადამიანმა თვითონ, ეხლა დღეს ჩვენ გვესმის რომ სამსახური საკმაოდ მცირე არის და არასტაბილური არის ყოველ ჯერზე როგორც კი ვიღაცა ახალი უფროსი მოდის ყველას გააგდებს და მოიყვანს თავის ნათესავებს და ასე არის რა ესეთი ბრუნვა როგორც ბრუნვა მიდის იმის მერე კიდე ის ცოტათი რამდენიმე თვეში მოვა ახალი ის იმათ ყველას გამოუშვებენ ის თავის ნათესავებს და მეგობრებს მოიყვანს და ამიტომ ბევრს არ უნდა უკვე იმ სახელმწიფო სამსახური და უნდა რომ თავისით რაღაცა გააკეთოს მაგრამ როგორ გააკეთოს როცა ცარიელი მიწა ღირს $120,000 თბილისის ნუ გარეუბანში ასე რომ ვთქვათ ხო და ეს არის ძალიან ცუდი რატომ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ერი როგორ ვითარდება ხო ერი ვითარდება რაღაცა შრომით რაღაცის კეთებით და ამით დღეს ჩვენ ახალგაზრდობას ვართმევთ ყველანაირ იმას საშუალებას რომ რაღაც საქმეში ჩაყონ ცხვირი რაღაცა გააკეთონ რაღაცა თავისთვის ააგორონ თავის ქვეყანაში ადამიანს უნდა წავიდეს მაგრამ ეს ხო $120,000 მე რო გავიგე და თურმე ზოგიერთ ადგილას თბილისის ზოგიერთ ადგილას ეს 300 კვადრატი საერთოდ $900,000 ღირს დოლარი უკვე აი რა ქნას იმ ახალგაზრდამ რომელსაც უნდა თავისით რაღაცა გააკეთოს არაბი იყიდის და იქ იმუშავებს მე იმ არაბისთვის ეს $120,000 არის არაფერი შეიძლება იქ ვიცი დაჟე ვიღაცას მათხოვარს შუქნიან $120,000 რაღაც მომენტში იმდენი აქვს და ის მოვა იმას იყიდის $120,000 და იმის ფასი მე გახდება საერთოდ $220. აუ თუ შეიძლება რომ კითხოთ რა აი ძალიან ცუდი ვერსიები ჟღერს და როგორი ვერსიებია იცით მამა აი შენი მიწა რა თუნდა თვითონ ისეთი მიწები აქვს ისეთის აი რა თუნდათ მე რო მე მაქვს ჩემი რაღაცა ვერსია რა თუნდათ და რაზეა დაშვებული ეს ყველაფერი არა თავის იმიტა ერთი მათ მიწაზე არის რა თქმა უნდა ბევრი ნავთობი მაგრამ როგორც ასეთი ისეთი ნოყიერი და ისეთი სავსე წყლებით და იმით არ არის ეს მიწა და რაც თავარია ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა აი წარმოვიდგინოთ რაღაცა დაუშვათ არის პრაიდი ცხოველების ხო და გამრავდა ის აუცილებლად იწყებს ახალი არეალების დაპყრობას იწყებს ეს ბუნებრივი არის იმიტომ რომ ის თulis რომ და რაც თავარია მათ ესმით რომ იგივე ის დოლარი ხო განიცდის ინფლაციას ხო ამიტომ ის ხო უნდა სადღაც დაბანდონ ზუსტ ეს არის დაბანდება გაათეთრება და ეხლაც ინფლაციაც არის ის არის რა ქვია სერიოზული ინფლაცია არის და იმიტომ არა მარტო სხვადასხვა არაბულ ქვეყნებიდან მე ვიცი რომ ისრაელიდანაც ჩამოვიდნენ ძალიან ბევრი აგ რაღაცების საყიდლად და სხვა ქვეყნებიდანაც აი ასე მოდიან და ეს არის ის რეალობა მაგრამ ეს იქნებოდა ნუ რაღაც დონეზე შეიძლება იმდენად საგანგაშო არ იქნებოდა თუ ისინი აი ასეთ სერიოზულ კონკურენციას არ უწევენ ჩვენ ახალგაზრდობას და რა ხდება იცით ქართველი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ასეთი იცით მომენტი აი იმედის დაკარგვა მალე აბა ნიჰილიზმი ხო და იმდღეთ ვიმე ამ ქვეყნად მე ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ და ან აქ უნდა ისევ იმისი მოსამსახურე ვიყო
რაღაცა კაპიკებით, ან წავიდეს საზღვარგარეთ და იქ შეიძლება ცოტა მეტი მქონდეს. ისე მოსამსახურეთ, მაგრამ ცოტა მეტი მქონდეს. და აი ეს არის. ანუ, აი ახლა მართლა აი ეს ბიჭები მოვიდნენ ჩემთან და დამისვეს კითხა, აბა რა ვქნათო ახლა ჩვენო? ჩვენ რაღაცა გვეგონა რომ რაღაცა აი რაღაც თანხაში, ბევრად უფრო ნაკლებ თანხაშიო, მიწასაც ვიყიდით და იმ ბოქსებსაც ავაშენებდით, რაღაცა, სამ ადამიანმა ერთად რაღაცები მოუყარეს თავი, რაღაცები თითქოს გაყიდეს, რაღაც ისა, მე გაიგო რომ იმ თანხით არამც თუ აშენება მიწის ყიდვაც არ შეუძლიათ. ეხლა ეს არის, ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მამა გიორგი უტრირებას აკეთებს, მაგრამ რა კი ასეთი მოვლენას აქვს ადგილი, ეხლა გასაგებია მე ერთი ადამიანი ვარ და ყველა ესეთი გულგატეხილი ადამიანი მარტო ჩემთან ხო არ მოდის, ხო? რამდენი ასეთი შემთხვევა არის. იმიტომ რომ დღეს რეალურად და რაც მთავარია უნდა ითქვას, რომ საქართველოში სოფლიოში ერთ-ერთი მაღალი პროცენტი არის საბანკო ვალზე. ერთ-ერთი მაღალი პროცენტი. იგივე აი არაბულ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს და ძალიან დიდი თანხების პატრონი არიან, აი ისინიც კი, იქაც კი არ არის ისეთი მაღალი პროცენტი. ანუ რა ხდება? ადამიანი პრაქტიკულად ვერ იღებს აი მე მაგ წაკითხული ერთ-ერთი Mercedes-Benz-ის კომერციული დირექტორის სტატია მრავალი წლის წინ მაგ წაკითხული და იქ სადღაც მიფრინავდი და ჟურნალი იყო რაღაც ინგლისურენოვანი ჟურნალი და დრო მქონდა და წავიკითხე ახლა წესით ამ სტატიაზე დრო არ უნდა დამეკარგა მაგრამ მაინც იქ როცა თავზე ზიხარ მიჯაჭული 10,000 მეტრზე იმიდან დედამიწიდან რაღაცით ხონდა დავკავდე და წავიკითხე ჟურნალი ამოვიღე და ცოტა საინტერესო სტატია გამოდგა და იქ ის წერს რომ Mercedes-Benz კინაღამ გაკუტრდა და რატომ მას დასჭირდაც, ანუ ამათმა რაღაცა სპეციალური ახალი კონვეიერები შეიძინეს, დაამონტაჟეს და ერთი თვე, ორი თვე სანამ რომ დაიწყეს მუშაობა, გაიგო რომ რომელიღაც ფირმამ ესე იგი გამოუშვა გაცილებით უფრო უკეთესი და უფრო პერსპექტიული რობოტები, რომლებიც უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად მუშაობენ. და ამათმა მიხვდნენ იქ მსჯელობისას რომ ეხლა ამას რატო ყვებით ყველაფერს მსჯელობისას მიხვდნენ რომ კონკურენტება რომ თუ ასეთი ტექნოლოგიური ისინი კონვეიერს თუ დააყენებენ ისინი ამათ აჯობებენ და ესე იგი აი ორი თვის დაყენებული ისინი მოუწიათ იმისი დაშლა და პრაქტიკულად გატანა და ახალი კონვეიერი შეძენა და ამას დასჭირდა თანხა და აი აქ არის მთელი ინტრიგა. ეს კაცი წერს რამდენიმე წინადადება ჯერ წერს და ჩვენ დაუშვით დაუშვებელი შეცდომა. უმძიმესი რაღაც ის არის შეცდომა მოგვივიდა. წერს რამდენჯერმე დაწერა და ამ შეცდომამ მრავალი წელიწადი ჩვენ გძირავდა და ძლივს გამოვძვერით და რა დაუშვეს რა შეცდომა. სასწრაფოდ რომ დაშირდა თანხა აიღეს წლიური 8%-იანი სესხი. და აი წლიური 8%-იანი Mercedes-Benz-ის იმისთვის კონცერნისთვის კინაღამ დამღუპელი გამოჩნდა. იმიტომ რომ იქ 3%-იანი და 4 და 5-იანი აქვს მაქსიმუმ და იმ მომენტში ავიღეთო 8-იანი. წარმოიდგინე. საქართველოში ქართველ ადამიანს 8%-იანი სესხი არც დაესიზმრება. არც დაესიზმრება. და წარმოიდგინეთ როცა Mercedes-Benz-ის კონცერნი 8%-იან სესხის გამო კნესას რო იწევს, აი კნესოდა მთელი სტატია, ეს რა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგით. და ჩვენი ხალხი რო 16-17%-იან სესხებს რო იღებენ, როგორ უნდა ისახდან, ან რა უნდა გააკეთონ ამ პატარა ქვეყანაში. და აი ასეთი მდგომარეობა. ანუ საბოლოო ჯამში მე ახლა იმიტომ კი არა, ახლა რაღაცა ვიღაც ფულებს კი არ ვთვლი და რაღაცა. უბრალოდ მე ხედავ რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი
ვისაც აქ იცით ყველა სხვა შვილეთ ვისაც აქ უნარი რომ რაღაცა თვითონ შექმნას, რაღაცა მცირე ბიზნესი ააგოროს, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო დგას მცირე და საშუალო ბიზნესზე ძირითადად. არსებობს. ქვეყნის ბიუჯეტები გროვდება მცირე და იმის ბიზნესიდან გროვდება. და დღეს მცირე აღარ არის, გაიკრიფა. ხო, გაიკრიფა უკვე. აღარ არის. და არც აქვს შანსი რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთოს. ხო. იმიტომ რომ 90-იან წლებში ხალხი $2-3,000 იწყებდა ბიზნესს და $5,000 და ეხლა 120-იც თურმე აღარ ყოფნის. და თუ შეიძლება მომაურო კითხოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ამათი შემოსვლა და ამაძე მიწის გაყიდვა ხო საშინელი კატასტროფაა და ეს არ შეიძლება არანაირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება საქართველოს თვითონ. მაგრამ თან რელიგიურად რას მოგვიდეს? აი თავისი რელიგიით ესენი ხო შემოდიან, ესენი ხო კაფეტები არ არიან, ისი არ შემოვა. აგერ მამადიმ რაქნა უკვე ნიუ-იორკში იმაში არაბები იმაშვებიან, გლიჯავენ აი ამ ამერიკულ დროშებს ნიუ-იორკში. დადიან და ჩამოგლიჯავენ. აი ესეთი უკვე ინფორმაციები მოდის, ხო? და პირიქით პალესტინის დროშებით იმებს აწყობენ. ხო. ხო და თან ეს კაცი ჯერჯერობით ნუ ერთი კვირა რაღაც 8 დღე არის რაც მოსულია და ანუ საშიში ამხრივა. ხო, ამხრივა. ჩვენ იმიტომ რომ ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი არის და გონია რომ აქ საშიშროება არაფერი არ არის. ხო. არა, იცით როგორ არის საშიშროება როგორ არსებობს? ეს ყველაფერი ნელ-ნელა ხდება. და კიდე ერთი მომენტი აქვს სხვათა შორის. აქ ლაპარაკი მიდის ასევე გამრავლებაზე. ანუ რა ხდება, როცა დღეს საქართველოში 3 შვილი ეს არის ნუ უკვე იშვიათობა არის, მოდი ასე ვთქვათ. 3 შვილი არის იშვიათობა. აქ შემოდის ხალხი, რომელსაც 5, 6, 7 ბავშვი არის სრულიად ესეთი ნორმა. ანუ აქ ლაპარაკი მარტო არ მიდის იმაზე, რომ დღეს რამდენი შემოვიდა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა წინ ხედავდეთ საერთოდ ნებისმიერ პრობლემა ადამიანის გონებრივ ადამიანის პრობლემას წინ ხედავს და ჩვენ უნდა დავინახოთ რა ანუ აქ არ მიდის მარტო ლაპარაკი დაუშვათ პირადად ჩემ სიცოცხლეში რაც მოხდება აქ ლაპარაკი მიდის როცა ჩემი შვილი ჩემხელა იქნება ან ჩემი შვილი როცა უკვე ჩემხელა გახდება აი რა იქნება მაშინ აი ამისი პროგნოზი იცით რა არის ისევ ამბობ ამისი სიმულაცია უნდა მოხდეს ამისის უნდა დაჯდნენ ესეთი სოციოლოგები ადამიანები ვინც მუშაობს დემოგრაფიაზე დემოგრაფისტები და იმიტომ რომ მე ეხლა ნამდვილად არ მაქვს იმის გამო რომ მე მაგხრივ არ გამაჩნია განათლება და რაღაცა ისინი არ გამაჩნია რეგალიები ეხლა მე დაზუსტებით ვისაუბრო მაგრამ მე მოგიყევით აგერ ნიუ-იორკში რაც მოხდა და სხვათა შორის მე ვიცი რომ ამერიკის პრეზიდენტი იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ამისი და ყველა თავის გამოსვლაში სთხოვდა ნიუ-იორკელებს რომ ხმა არ ვიცეთო მასო ანუ პრეზიდენტისთან ჩვენით როგორი ისეთი დღეს ამერიკაში როგორი ისეთი დემოკრატია ხო ძალოვანი პრეზიდენტი არის რომ ძალისმიერი იმებით მოქმედებს და მისი ყველანაირი გულისხმობა და მისი ყველანაირი ის არის ისიც კი არ გახდა საკმარისი იმისთვის რომ ის აერჩიეს იმიტომ ნიუ-იორკი უკვე დიდი ხანია კოსმოპოლიტური ქალაქი არის და აგერ მივიღეთ ის რაც მიიღეს ამათმა. ნუ ნახოთ მე რა მოხდება ახლა წინასწარ ამის თქმა შეიძლება, მაგრამ როცა ამერიკის არჩეულ მერს პირველ რიგში ჰეზბოლა და ჰამასი ულოცავს, ხო? ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. და აი ეს იყო ძალიან სამწუხარო, რომ აი არაბების რაღაც ჯგუფი მივარდა და ჩამოგლიჯა ამერიკის დროშები ნიუ-იორკში. თან დარწმუნებული ვარ მომოვისინი აი ჩვენ ადამიანებს რომელიც მართლა ძალიან ცუდ დღეში არიან მატერიალურად
დაიწყებენ ამ ადამიანების გადაბირებას, დამცირებას, მამაო, რაც თავი როგორია იყავი მართლმადიდებელი, მაგრამ აი იმისათვის რომ შიერი არ ყავდეს შვილი შეიძლება წახვიდე და მათი მეჩეთები გალაგებინო და მსგავსი რაღაცები მოყოს. აგაშენებინონ, აგაშენებინონ, დიახ, ჩვენ ხო მუშახელი ვიქნებით. რა თქმა უნდა, აგაშენებინონ. რა თქმა უნდა, ახლა აი ამ ბიჭებმა რომ ეს სიტყვაზე თქვა, ახლა მაინც და მაინც ამ ბიჭებს კი არის ავქენი მე, მაგრამ ამ ბიჭებმა რომ ვერ გააკეთეს თავისი ეს რაღაცა, ჩაატყეს ამერიკის ვიზები და წავლენ, всё. ან და მოუწევთ უკვე აი ამათ მოსამსახურეთ, იქ როცა დაიწყება იმის მშენებლობა, უნდა მიიდნენ და სთხოვონ რომ რაღაცა აი აგურების გადამტანი და რაღაც ისა, რაღაც ხო. აი ამაშია საქმე. ამაშია საქმე და ამას სჭირდება ძალიან იცი როგორ დამოუკიდებელი და მრავალმხრივი ექსპერტიზა ექსპერტების მიერ გაკეთებული. ამაზე სჭირდება რაღაცა ისე გვაქვს ყოველგვარი ვიღაცის შეურაცხყოფის გარეშე ხო ყოველგვარი რაღაც აგრესიის გარეშე მაგრამ და პოლიტიზირების გარეშე თუმცა პოლიტიზირების გარეშე აი რაციონალური ფიქრი სწორია დიახ რაციონალური ფიქრი თქმა უნდა და მამაო რა არის იცით აი ეგ არის რომ ქართველ ხალხს არ ეკითხებიან და მე ცუდი რა არის იცით მამაო როცა ეკითხები რომ სიტყვაზე ადამიანებს გამოკითხვა გახსოვთ არჩევნები იყო რომ ნატოში გინდათ ევროკავშირი გინდათ და ამაზე იყო ჩვეულებრივად კითხვები იყო და შენ ხაზავდი მინდა არ მინდა სიტყვაზე ამაზე რატო არ უნდა ეს უფრო მნიშვნელოვანი არის მე თუ მკითხავთ რომ ესენი შემოვიდნენ ეს გინდათ თუ არ გინდათ აი ამაზე რატო არ არის მამაო ახლა ესეთი ამ ახლა ბოლო არჩევნები თითქოს ასეთი არ იყო რომ შენი მიწა რო გაყიდონ მაგალითად ვიღაცეებზე გინდა და ამ დროს შენ არ გეკითხები და რაც თან კიდე ის არის რომ 20% ჩვენ მიწას ჩვენ ისედაც ვერ ვაკონტროლებთ ხო 20% ვერ ვაკონტროლებთ პლუს ამის პლუს კიდე თურქი მესხების პრობლემა ძალიან გვაწვევიან ხო და იქ აქ გარკვეული საფუძველი რომ მართლაც როდისღაც აქ არიან მათი წინაპრები დაბადებულები ხო აქ მეტი ისა აქვს რა ქვია ძლიერი პოზიცია აქვს ხო იმიტომ რომ აქ ამბობს აი ისინი თავის დროზე გადაასახლეს და ეხლა მოდით დაიბრუნეთ ეს ხალხი უკან ხო ესეც გვაქვს ესეც პრობლემა გვაქვს აქაც მე ისე ვამბობ ეხლა სივად განვიხილავთ რა ჩვენში დიახ ხო ძალიან ისე განვიხილავთ ხო აი ასეთი მდგომარეობა არის და აი ამას ყველაფერს სჭირდება წინ დახედვა და პლუს კიდე ჩვენ გვაქვს კიდე ესეთი მეორე პრობლემა თქვენის ნებართვით გადავალ მეორე პრობლემაზე ზუსტად ვიცი რასაც კაცობრიობის მთელი პრობლემა არის artificial intelligence ანუ ხელოვნური ინტელექტი აქაც იცით როგორ არის ეხლა იცით როგორ არის ჩვენ იცით ვიმყოფებით იმ სიტუაციაში რომ იცით ქართული ანდაზარი და სამწუხაროდ აი ამ რეჟიმში ცხოვრობთ სანამ ურემი არ გადაბრუნდებაო გზა არ გამოჩნდებაო მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს უნარი წინასწარი პროგნოზის რა მოხდება თუ ურემი გადაბრუნდა ხო აუ იცი რა მაინტერესებს ძალიან დიდი ბოდიში თუ შეიძლება მაპატიეთ კითხავთ ერთ რაღაცა შეგეკითხები და მე თუ გინდათ ის თემა ისე გააგზავნოთ ჩვენ რამდენად ქრისტიანულად მზად ვართ ეს ყველაფერი დავიტიოთ თუ შეიძლება ბოდიშთ რა აი რო არ კითხოთ არ შემიძლია რა ცოტა გვიან გამახსენდა მაგრამ აი ეს ამდენი ადამიანი თუნდაც ხელოვნური ინტელექტი მიაბით მაგაზე აი ადამიანი დღეს აი ამ ცოდვები დღეს რო იმყოფებიან ადამიანები აი ამ ზიზღში და ამ ერთმანეთს აი თქვენ უსიყვარულობი დაიწყეთ თავიდან აი ეს ადამიანი რამდენად იქნება ამ მუსლიმისთვის სამაგალითო იმიტომ რომ უცხოეთში მამაო კლიპები გადის თუ ეს მუსლიმები როგორი წესიერი ოჯახები მაგარი ხალხი არიან რაღაცა და ქრისტიანები როგორი ცუდები ვართ სარეკლამო გოლები გადის პირდაპირ წარმოიდგინეთ იმ ხელა ვითომ და ბევრი ადამიანი მუსლიმად ინათლება წარმოიდგინეთ ანუ მე პრეტენზია კი არ მაქვს რაღაცა რომელიღაცა იმაზე მუსლიმებთან კი არ მაქვს იმათ პრეტენზია უბრალოდ საქართველოს უნდა იყოს აქ დაბადებული ადამიანებით შემოფარგლული და არა სხვა ერებით იმიტომ რომ სხვა ერების გაბატონება არის ჩვენი სასჯელი ღვთისგან
Ну, იცით რა არის? აქ გააჩნია ადამიანებს, იცით, ყველა ადამიანი არის განსხვავებული. ზოგი არის ძლიერი, ზოგი არ ისე ძლიერი, ზოგი სუსტი არის. აქ ლაპარაკი მიდის თუ რამდენი ჩვენ გვეყოლება ძლიერი ადამიანი, რამდენი გმირი გვეყოლება, რამდენი ლიდერი გვეყოლება. აი მე ერთხელ ჩემ ქადაგებაში მოგიყევით იმას გორკის ნაწარმოებიდან ის დანკო რომელმაც თავისიერი რაღაცა უღრანი ტყიდან რო გამოიყვანა და რო ბნელოდა და ჩირაღდნები რო ჩაქრა და უკვე აღარა გზა აღარ ჩანდა ადგა და გაიგლიჯა მკერდი ამოიღო გული და ის გული ანათებდა და გამოიყვანა ბოლომდე გამოიყვანა ეს ხალხი სამშვიდობოში და აი ეს როგორ ფიქრობთ ეხლა გულს ვინ გაიგლიჯავს ვინც ფულის გამო მიწას გაყიდის მე მგონია რომ ვერა ხო და აი ყავს ისეთი ადამიანი ვინც გაიგლიჯავს ნუ რა ვიცი მე აქ უკვე ნუ შეიძლება არიან მე ნამდვილად არიან მაგრამ მათ ხელში რო ეს მიწა არ არის რომელიც იყიდება თორე კი არიან ჩვენი პატრიარქია და რავი ბევრი სასულიერო პირია და ბევრი ქართველია ძალიან მაგარი ხო, ამაშია საქმე. და აი ახლა ეს artificial intelligence-ზე მინდა ვისაუბროთ, ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც უფრო და უფრო მეტად შემოდის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში და რა არის იცით? საერთოდ ნებისმიერი მოვლენა, აი იგივე ის ემიგრანტები, ხო? რაღაცა მცირე რაოდენობით ყოველთვის ძალიან საინტერესო არის. მაგრამ აი როცა აი ზომაზე მეტი არის, აი იქ არის, რა თქმა უნდა, დიდი საშიშროება არსებობს მანდ. და აქედან გამომდინარე, აი მე მინდა ისავქნათ, ესე იგი ახლა ვისაუბრო აი ამ თემებზე და მე მინდა იცით აი ამ მე ჩემ თავს მივცემ უფლებას ეს ცოტა უტრირებული იქნება ცოტა რო იტყვიან მოჭიმულივით იქნება მაგრამ მე აი ამ ხელოვნურ ინტელექტის შემოსვლას ვადარებ იმას რა ქვია ბაბილონის გოდოლის მშენებლობას იცით აი როცა ესე იგი ნემროტი არის შვილთაშვილი ნოეს შვილთაშვილი მოვიდა იმაში ბაბილონის ტერიტორიაზე და იქ მოინდომეს ანუ რა ამათმა დაარღვიეს ეს ქამის მხრიდან ხო ამათმა დაარღვიეს ღვთის დადგენილება რომ გამრავდი და იღორძიდი თუ ანუ დაიშალეთ თელ დედამიწაზე ყველგან აღორძინდით და ამათმა თქვეს რომ მოდი არაო ჩვენ მოდი ავაშინოთ ძალიან მაღალი ცადაბჯენი რომელიცაც გაუტოლდებით და თუ ისე ღმერთი განიცდება ჩვენზე და იქნება წარღვნა ჩვენ ავალ ზედა სართულებზე და გადარჩებითო და მაშინ ერთი ენა იყო, ერთი ენა ქონდა. და მე ენები არიან, ხო? მაგრამ ღმერთმა არიან, მაგრამ აქ იცით რა არის საინტერესო? საინტერესო არის ის, რომ აი ამ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს ამათმა შექმნეს ახალი ტექნოლოგია. ანუ იქამდე მშენებლობა მინდარებდა, რომ ქვებსდებდნენ ერთმანეთზე. და ამათმა კაცობრიობამ პირველად ისწავლა აგურის მოწვა და აგურებიდან მშენებლობა და მერე ფისით ერთმანეთში გამაგრება. ანუ ეს იყო ახალი ტექნოლოგია, რომელიც ბევრად ჯობდა იმ ძველ ტექნოლოგიას, მაგრამ რა მოხდა? ამათმა გამოიყენეს ეს, რომ ღმერთი საწინააღმდეგო რაღაც რო გაეკეთებიათ. აი რა შეასაქმე და ზუსტად დღესაც იგივე აი ეს ტექნოლოგიები რომელიც შემოდიან ისინი არიან საკმაოდ და რატო არიან საშიშები ანუ თანდათანობით ადამიანი უნდა მიებას აი ამ ხელოვნურ ინტელექტს აი ChatGPT დღეს არის და ადამიანი ნელ-ნელა თანდათანობით ესე იგი რას კარგავს დამოუკიდებლობას აზროვნების უნარს კარგავს თქვენ წარმოიდგინეთ და ანუ შენ თუ მიეჩვევი რომ ყველა კითხვას დაუსვავ ChatGPT-ს და ის სწრაფად ხარისხიანად გიპასუხებს შენ პრაქტიკულად უკვე შენი ტვინი აღარ არის საჭირო
ამ დროს ადამიანის ისე იგი ფიზიკური მისი მე თავარი არის ტვინი და რა ხდება იცით ეს თანდათანობით და უკვე სხვა რაღაცებში გამოჩნდა აი ადამიანის ტვინის ერთი ნაწილი რომელსაც ქვია გიპოკამი ეს გიპოკამი პასუხისმგებელი არის ორიენტაციაზე აი როცა ჩვენ მივდივართ და სივრცეში ორიენტაცია აი თუ მივდივართ და ჩვენ შეგვიძლია ორიენტაცია გავაკეთოთ აი გავთვალოთ სად უნდა მივიდეთ სად უნდა მოუხვიოთ რომ იმ ადგილამდე მივიდეთ დღეს ახლა ძალიან ბევრ ადამიანს უჭირავს ისა რა ქვია უგლემები ხო უჭირავს ეს ნავიგაცია და თანდათანობით ამ და უკვე თურმე მოხდა ასეთი კვლევა რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს გიპოკამი ჩაკვდა ერთ ტაქს მოყვებოდი ერთი და ის სულ ასე მიმული იყო აი ამ იმაზე ტაქსის სული რა ნუცუბიძეზე მისვა ახლა ხო სადღაც ისეთ ადგილას ხო არ მივდიოდი სულ უყურებდა თან ეს ისა არასწორად ცუდ გზებს იმარშვებოდ მე უთხარი დაანებეთ თავ ახლა მე ვარ შენი ნავიგაცია და რაღაცა ქუჩები დვატარე და მივედით ყოველგვარი საცობების და სწრაფად მივედით უიმე რა კარგად თორემ ესო რა იმას და მაგრამ თავიდან რო უთხარი დაანებე აღარ შეხედო ამ გუგლს ხო ამ ნავიგაციას შეშინა როგორო ამის გარეშე როგორო კაცო მე თქვი თბილისელი არ ხარ კაცო რა გინდა აგერ მე ისა ვარ და მე უკარნახე და ისაქნა ანუ ადამიანებს უკვე ეს გიპოკამი უქმდება და ადამიანის გონებაში თუ ჩვენ ანუ ჩვენ კიდე რა გვიჭირს შემდეგი თაობა თუ მთლიანად მიება აი ამ იმას ChatGPT-ს რა მოხდება იცით მოხდება ის რაც მოხდება აი თქვენ იცით რომ ასაკოვან ადამიანებს ყველა ისა ესე იგი ნერვაპათოლოგი აძლევს რეკომენდაციას თუ არ გინდათ რომ ადრეულად დაგეწყოთ დემენცია უნდა ძალიან აქტიურად გონება ჩართოთ რაღაცა გონებრივი ოპერაციები ჩაატაროთ რაღაცა ამოცანები გამოიყვანოთ რაღაცები გადაამრავლოთ რაღაცა ტვინმა იმუშაოს თუ არა ძალიან მალე თუ ადამიანი ამ ტვინს არ იყენებს ძალიან მალე იწყება დემენცია და წარმოიდგინე როცა ახალგაზრდობიდან უკვე ადამიანი ტვინს პრაქტიკულად აღარ გამოიყენებს თავი დასჭირდება მარტივისთვის რომ ქუდი დაიხუროს ხო მაგრამ კიდე უფრო მეტი ეხლა ნახეთ აი ამ იმის პროგრამის დამწერი ესე იგი არის რეი კურცველმა ხო იცით რა თქვა რა აქ დაწერილი რომ 2030 წელს პრაქტიკულად 4 წლის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რომ ადამიანის ტვინი შეართონ კომპიუტერზე აი ხელოვნურ ინტელექტთან რომ გაერთიანონ და იქიდან რასაც უკანახებს იმას გეტყვის ხო და მაგრამ 2045 წელს საერთოდ ადამიანის როგორც პიროვნების გადატანა შეიძლება კომპიუტერში ანუ რა აი თქვენ ახლა გიორგი ვინ ხართ თქვენ ანუ არის თქვენი ცნობიერება ყველაფერი თქვენ თავს როგორ აღვიქვათ ანუ თქვენი წარსული ვინ ხართ თქვენ რა ხართ თქვენი მსოფლმხედველობა და აი ამას ყველაფერს რო გადავიტანთო კომპიუტერში და ადამიანს სხეული აღარ დასჭირდება ანუ მეორე გიორგი იარსებებს სხეულის გარეშე იგივე იმას რომ კითხვა დაუსვო დაელაპარაკო აი შენსავით ახლა მე რო დაგელაპარაკო გაგიწევ ჩემ მაგიურობას ხო მაგიურობას ის არის და რაც თავარი იცით რა არის ახლა ის ძალიან სწრაფად აზროვნებს და აი დაუშვათ 97 წელს ხელოვნურ ინტელექტმა კასპაროვს მსოფლიო ჩემპიონს მოუგო ჭადრაკში ეს ის რეალობა არის და რა ხდება იცით საქმე იმაში შემდეგში კიდე დრო დაგჭირდა ესე იგი რა ხდება იცით ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს რით არის საშიში რომ ის სწავლობს ჩვენ რო რაღაცას ვეკითხებით ის ჩვენგან სწავლობს და სადღაც დიდ კომპიუტერში გროვდება მთელი აი ეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ და ის უფრო მეც გვთავაზობს ვიდრე ჩვენ გვინდა და დადგება დრო როცა ადამიან ეს შეცვლის ღმერთი და მე როცა უკვე ადამიანი ბოლომდე მიებმევა აი ამ ხელოვნურ ინტელექტს აი მაშინ როცა მოვა ანტიქრისტე მან უნდა გააკონტროლოს ხო მან უნდა გააკონტროლო ის გააკონტროლებს ამ ხელოვნურ ინტელექტს და ჩვენ ვილაპარაკებთ ვიფიქრებთ შეფასებები ვიმოქმედებთ
როგორც აი იმ ხელოვნურ ინტელექტში და კიდე ერთი მომენტი მინდა მოვასწრო ძალიან ცუდი ამბავი მოხდა გერმანიაში ქალაქ ფრიორდში ესე იგი ლუთერანულ ეკლესიაში ჩატარდა ლოცვა სადაც 300-მდე ადამიანი დაესწრო სადაც იყო დიდი ეკრანი სადაც ჩატ ჯიპიმ შექმნა ესე იგი ვირტუალური ესე იგი ვირტუალური ღვდელი რომელმაც ჩაატარა ვირტუალური წირვა იქ ვირტუალური ChatGPT-ის გალობლები მღეროდნენ და ეზიარენ არა ზიარება არ იყო როგორც ასეთი არ ვიცი ეზიარ თუ არა ზუსტად არ ვიცი და რაც მთავარია ქადაგებაც იყო დაწერილი ამ ChatGPT-ის მიერ და ანუ ხალხში მაგრამ იქ უკვე სული წმინდის მადლი აღარ არის ხო იქ უკვე აღარ არის სული წმინდის მადლი ხო და აი ახლა სამწუხაროდ ვერ მოვასწრე შემდეგში რომ მოვთ აუცილებლად ამაზე ვისაუბროთ მართლა სერიოზული პრობლემა იქნება სამომავლოდ ეს ყველაფერი ანუ ეკლესიაში უკვე ჩატარდა უკვე ისა იმან ChatGPT ჩატარა მდლის და მგალობლების მედავითნის და იმის მიმართ მაგივრად ჩატარა ტირო და 300-მდე ადამიანი მოვიდა და გერმანიაში მოხდა ეს ლუთერანულ ეკლესიაში ძალიან დიდი მადლობა მადლობა ჩვენამდე ჯერეს ეს ჩვენთან არ მოხდარა და ამიტომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემები რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ წინ დახედულება გვჭირდება და აი ეს მოდის მადლობა ძალიან დიდი ბედნიერებას გისურვებთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩვენი სტუმარი ვერაზე სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონის ტაძრის წინამძღვარი გახლავთ მამაო ძალიან ათეულობით წლებია იმიტომ ვახსენებ რომ მე ბევრი მწერს და მეკითხებით ხოლმე და იქ მსახურობს მამაო დიდი მადლობა დაგლოცეთ და მერტმა დაგლოცეთ სამწუხაროდ ვეღარ მოასწარე აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად შემდეგში მამაო აუცილებლად და რაც თავარია ჩვენ უბრალოდ უნდა ვთხოვოთ ჩვენ მორწმუნეებს რომ უარი კი არ უნდა თქვან ამ ChatGPT-ზე არამედ თვითონ გახდნენ კომპიუტერშიკები და შეძლო რომ გააკონტროლონ რომ ეს საკითხი კი არ არის ცუდი რომ არ წავიდეს რაღაც ზღურის იქით აი რაღაც საზღვარი არის რომ სადამდე ეს არის მისაღები მაგრამ ის არ მოხდეს რომ ერთხელს ამ ხელოვნურ ინტელექტს საერთოდ მოაშოროს კაცობრიობა ამ დედამიწიდან ძალიან დიდი მადლობა და ეს ალბათ ელის ხო ეს საშიშროება და მაგიტომაც საუბრობ და დროებით გემშვიდობებით ხვალ საღამოს რვის ნახევრისად დაგიბრუნდებით და ზეგ საღამოს რვის ნახევრისად კარგად ზანდებოდეთ დროებით